გამარჯობა, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. უღრმესი მადლობა პირველ რიგში თქვენი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რა გელით უახლოეს მომავალში. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, რათა გაეცნოთ ახალ საინტერესო თქვენთვის ვიდეოებს. იმისათვის, რომ გაიგოთ ეს კონკრეტული ვიდეო, გეხებათ თუ არა თქვენ, ნახოთ უახლოესი თქვენი წარსული, სიგნიფიკატური კარტები თქვენი უახლოესი წარსულის, რათა ამოიცნოთ თქვენი სიტუაცია. გზას უკავშირდება, რაღაცა გზა განახორციელეთ თქვენ უახლოეს წარსულში, ან შესაძლებელია გზები, რაღაც მოძრაობა აქ, მუდმივი, ასევე აქ არის უცხოელები, ან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში, აი ამათთან რაღაც ინტენსიური კომუნიკაცია. ან შესაძლებელია ვინმე ჩამოვიდა უცხოეთიდან, თქვენი ახლობელი. ასევე არის სიახლეები რაღაც წარსულში, ანუ თქვენ განახორციელეთ ახალი ნაბიჯები თქვენ ცხოვრებაში, რითიც ხართ ძალიან კმაყოფილი და რამაც თქვენ მოგიტანათ წარმატება. დაახლოებით ასეთი არის ძვირფასებო, ვისაც გეცნოთ სიტუაცია წარსულში, თუ ესეთი ნაბიჯები გადადგით მართლაც, ან უცხოეთიდან, თუ სხვა ქვეყნებიდან ვინმე ჩამოვიდა თქვენთან, განაგრძეთ ნახვა, თუ სრულიად სხვა სიტუაცია გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. ნახოთ თქვენი ახლანდელი სიტუაცია, ახლანდელი მდგომარეობა, თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრება ახლა. რაღაც შიშებში ხართ თქვენ ძვირფასებო, თუმცა დროს მშვენივრად ატარებთ, ან შესაძლებელია თქვენს გვერდით არის თქვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, თუმცა თქვენ გაქვთ რაღაც პროექტი, გეგმები, რასაც თქვენ გეგმავთ და რომელსაც, ასე ვთქვათ, აპირებთ, რომ მიყვეთ ნაბიჯ. ეს არ არის, ასე ვთქვათ, დღევანდელი და რაღაც უახლოესი პერიოდის მანძილი. ეს არის რაღაც თქვენი გეგმა, თქვენი პროექტი, რომლის განხორციელებასაც თქვენ აპირებთ მომავალში. და ამ მომენტში ახლა რაღაც არის შიშები, დავარქვათ ჩვენ ამას, რის გამოც თითქოს ნაბიჯს თქვენ არ დგამთ. თუმცა თქვენს გვერდით არის ხალხი, შესაძლებელია ეს იყოს თქვენი ნათესავები, ან მეგობრები, სოციუმი თქვენს გვერდით, სადაც მართლაც კარგად გრძნობთ თავს და ეს თქვენი რაღაც შიშები, რომ თქვათ არ გაძლევთ საშუალებას ნაბიჯის გადადგმის, არის სრულიად გაქარწყლებული. ანუ ნელა-ნელა ეს რაღაც შიში, რაც გაქვთ თქვენი, გაქარწყლდება და თქვენ რაღაც კარგ სიტუაციაში აღმოჩნდებით. შესაძლებელია ნათესავების გარემოცვაში, შესაძლებელია მეგობრების. კარგით, ვინც ამოიცანით თქვენი თავი და თქვენი სიტუაცია, განაგრძეთ ნახვა თქვენთვის უახლოესი მომავალი, რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში, რას უნდა ელოდოთ. აქ არის საკმაოდ კარგი თანხები, შესაძლებელია ითქვას, რომ დიდი თანხები. ასევე არის, ესე იგი, ძალისხმევა თქვენგან, თუმცა ეს არის გამართლებული, ეს ღირს, ნამდვილად, შესაძლებელია ცოტა, ასე ვთქვათ, ენერგია დასჭირდეს თქვენგან, ანუ რაღაცა გადაიღალოთ დაუშვათ, მაგრამ ეს არის სასიამოვნო დაღლა, ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი მიღწევებით. ანუ გელოდებათ თქვენ
სასიამოვნო, ასე ვთქვათ, ფინანსები, ფინანსებზე თუ შეიძლება სიტყვა თქვა სასიამოვნო, ფინანსები, რომელიც საკმაოდ სოლიდური ფინანსებია, იმდენად სოლიდური, რომ შესაძლებელია თქვენ რაღაცა სახლში შეიძინოთ, ან სახლისთვის რაღაც უკავშირდება უძრავ-მოძრავ ქონებას. კიდევ რა გელოდება თუ ახლოს მომავალში, გზა ისევ ძვირფასებო ძალიან იღბლიანი, ძალიან სასიამოვნო გზა. ესე იგი, ეს უახლოესი პერიოდი თქვენთვის, რაც მოდის, არის კარმიული, თქვენ ის დაიმსახურეთ, თქვენ ფიქრობთ გარისკოთ თუ არა, აქ რაღაც მამაკაცია კავშირში, შესაძლებელია ეს მამაკაცი იყოს თქვენი პარტნიორი, შესაძლებელია ასევე იყოს სამსახურში უფროსი. ეს არ არის ვიღაც ესეთი უნიშნულო მამაკაცი. ეს მამაკაცი არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. ხა ეს არ არის სასიყვარულო გაშლა და ამიტომ ამ საკითხს არ ვუღრმავდები. გელოდებათ გზა და ამ გზის შედეგად თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი, განსაკუთრებით მამაკაცისგან. კიდევ რა გელოდებათ? ელოდებით თქვენ შესაძლებელია თანხას ელოდებით, ან რაღაცას ელოდებით, რაც ამ მომენტში არის გაურკვეველი, ბუნდოვანი, არ იცით რამდენ ხანს მოგიწევთ ლოდინი, შესაძლებელია პარტნიორსაც ელოდებით, დაუშვათ თქვენს მეწყვილეს. დიდი ხანი ლოდინი არ მოგიწევთ ძვირფასებო, ძალიან სწრაფად მოვა ის თქვენთან, ვისაც თქვენ ელოდებით, ან რასაც თქვენ ელოდებით. ძალიან სწრაფად აგისრულდებათ თქვენი ოცნება, რაც გაქვთ გულში. აქ არის ადამიანი, ვისაც ესე ცხონება, ასე ვთქვათ, უმრავლესობა თქვენგანი ხართ ასეთი ადამიანი, რომ რაღაც ოცნება გაქვთ გულში, თქვენი მიზანი. ეს მიზანი იმაზე სწრაფად აგიხდებათ, ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ. კიდევ რა მოდის უახლოეს პერიოდში? ძვირფასებო ძალიან კარგი კარტები ამოგდით. ესე იგი, თქვენთან მოდის სასიამოვნო თავგადასავალი, ან სასიამოვნო ადამიანი, ან შემოთავაზება, რომელიც იქნება თქვენთვის შანსი. სხვადასხვა ვარიანტს ვამბობ, რადგან ყველასთან აქტუალურია ის თემა, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ სხვადასხვა ვარიანტებს ვამბობ. თავარი არის ის, რომ თქვენ გაქვთ უმაღლესი ძალების მფარველობა, თქვენ გიცავს თქვენი მფარველი ანგელოზი და ინტუიცია გაქვთ გამძაფრებული, სადაც საჭიროა თქვენ ჩერდებით, სადაც საჭიროა გაჩერება და მოთმინება და სადაც საჭიროა, ასე ვთქვათ, ის რომ მიიღოთ შანსი ცხოვრებისაგან, ამას ღებულობთ. რაღაც ასეთი ხედვა გაქვთ თქვენ ცხოვრების მიმართ. კიდევ რა მოდის თქვენთან უახლოეს პერიოდში? სრული ტრანსფორმაცია, დასრულდა თქვენ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც თქვენ გადიოდით, ასე ვთქვათ, უამრავ გამოცდას, თქვენ აბარებდით ტესტებს, გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ზოგი შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობითაც და ამაზე ძალიან ღელავდით, განიცდიდით, კარმიული პერიოდი დასრულდა, ასე ვთქვათ, დაიწოა თქვენი კარმა და ეხლა მიიღებთ ცხოვრებაში იმას, რაც დაიმსახურეთ და რა დაიმსახურეთ კარმის კანონების მიხედვით, შანსი წინსვლა დაიმსახურეთ. დაიმსახურეთ ერთგული მამაკაცის ვერფასებო, დაიმსახურეთ, ქალბატონებისთვის და მამაკაცები ვინც ხართ, დაიმსახურეთ ის, რომ თქვენ გქონდეთ ყველაფერი. პირველ რიგში ის, რაც არის მატერიალური, ეს არის სახლი, მანქანა, სამსახური, ანგარიშზე თანხა და ასე შემდეგ და ასევე მოდის სიახლეები, ახალი მოქმედებები, რომლებიც მოგიტანენ წარმატებას
სიხარულს და